სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენ დღესასწაულობთ ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტეს შობისას და ეს არის მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში ღმერთი განკაცდა და კაცი რომელიც დაკარგული ცხვარი იყო განაღმრთო და აიყვანა ღმერთთან და დაიბრუნა თავის საწყისში. ჩვენ მას ქრისტეს აღიარებთ როგორც ღმერთს. მაგრამ არსებობს ქრისტე, რომელიც ისტორიული პერსონაჟია, კონკრეტული ადამიანი, რომელიც დაიბადა 2001 წლის წინ ბეთლემში. მოდით გადავხედოთ ისტორიას ჩვეულებრივი ერთი პიროვნებისა, რომელმაც შექმნა ამხელა სამყარო. ერთი წუთით გადავდოთ მისი ღვთაებრივი ბუნება, იმიტომ რომ ღვთაებრივი ბუნება ეს არის ჩვენი რწმენის ნაწილი. ჩვენ ვერ დავამტკიცებთ ვერასდროს, რომ ის არის ღმერთი. მაგრამ მაინც არსებობს მთელი რიგი არგუმენტები, რომლითაც ჩვენ გვაფიქრებინებს ბევრ რამეზე და დაგვაფიქრებს ბევრ რამეზე. და მინდა რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ ამ ქრისტეს შობის ღამეს და გავიხსენოთ, რომ არის ერთი იესო დაბადებული ბეთლემში ბაგაში პირუთხთან ერთად, რომლის მომკითხავი არავინ არ იყო, რომლის ადგილი არ იყო მიწაზე, რომ მან ვერ მოახერხა, რომ ნორმალურად როგორც ადამიანს შეშვენის, ისე მაინც ჩობილიყო, ის იყო სრულიად მოწყვლადი არსება, პატარა ჩვილი და ამის შემდეგ 30 წელი არ ვიცით როგორ ცხოვრობთ, არაფერი არ ვიცით. და უკვე 30 წლის შემდეგ ჩდება და 3 წელი ქადაგებს. და ქადაგების დროს ყავს მხოლოდ 12 მოციქული, რამოდენიმე მოწაფე, რამოდენიმე დედაკაცი, რომელიც მასთან ერთად დადის, ისინიც მოწაფენი. ახდენს უამრავ სასწაულს, ისეთი რომელიც არ გაუგია კაცობრიობის ისტორიაში არავის. მაგალითად, როგორც შეიძლება განკურნო ბრმა, რომელსაც თვალის კაკალიც არ აქვს. აუხილო თვალი. მაგალითად, როგორც შეიძლება მკვდარი აღადგინო, რომელიც უკვე გახწნილია და აპროლებულია. დაიჭერენ და აცმევენ ჯვარს, მოკლავენ. ყველაზე სამარცხვინო სიკვდილი. ჯვარცმა იმ ეპოქაში ითვლებოდა სამარცხვინო სიკვდილად და პატიოსან ადამიანებს ესე არ კლავდნენ. არამედ ყველაზე დამამცირებელი მდგომარეობა, შიშველი გაკრული ჯვარს. და ესეთი ადამიანი, ისტორიული პერსონაჟი, ხდება ისეთი აღიარებული მსოფლიოში, რომ არ არსებობს არათუ ერთი, არამედ ათასობით აღებული ყველაზე გამოჩენილი ხალხი, რომლისთვისაც აეშენებიათ ამდენი ტაძარი, ამდენი შენობა, ნაგებობა. დაეხატათ ამდენი ხატები, ფერწერული ტილოები, დაეწერათ ამდენი სიმღერები, საგალობლები, ლოცვები, ლექსები. არ არსებობს, რომ ასეთი უპატრონო ამხრივ და უადგილო ადამიანი, როგორც თვითონ ამბობს მელიას, ხრელი აქვს თავისი ფრინველს, თავისი ბუდე და მე არა მაქვს თავისა და მივიდრიკო. საცხოვრობ შე რომ მოვიდე. აი მელიას აქვს ხრელი. ჩიც თავის ბუდი აქვს, მე არა მაქვს ადგილი სად.
მისი ადგილი არ არის დედამიწაზე. აი ესეთი ადამიანს ამხელა სამყარო და საბოლოოდ მთელი ისტორიის წელთაღრიცხვა შეიცვალა, ხო? მთელი კაცობრიობა ქრისტეს შობიდან იღებს წელთაღრიცხვას. წარმოუდგენელი აღიარება, წარმოუდგენელი, ხო? ენით აღუწერელი. და როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს? ჩვენ ვიცით რელიგიების ისტორიები, ვიცით ისლამი როგორ დაიბადა, ვიცით იუდაიზმი როგორ დაიბადა, ვიცით აღმოსავლური რელიგიები, ვიცით მითოსი ანტიკური, მათი გმირები, მათი ღმერთები, მაგრამ აქვს სხვა რამესთან გვაქვს. არის სრულიად ადამიანურად წარმომატებელი მასწავლებელი, რომლის საქმეც დაინგრა ერთ წამში, მაგრამ ისე აყვავდა მისი ჯვარცმის შემდეგ, რომ წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო მან. ხო? ეს ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. და ეს ადამიანი თავის თავზე ამბობს შემდეგს, რომ მე ვარ ღმერთი. ესეც ხო წარმოუდგენელი რამ არის. ჩვენ არ გვეგონოს, რომ მაცხოვარმა არ თქვა ეს. ჩვენ არ გვეგონოს, რომ ჯვარზე სხვა რამისთვის აცვეს. მაცხოვარი აცვეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ღმერთს გაუსწორა თავი. და თქვა, რომ ღმერთი ვარ. გახსოვთ სინოდრიონზე მისი დაკითხვა, მისი გასამართლება, როცა მღვდელმთავარმა დაიპო სამოსელი და თქვა ღირს არ სიკვდილისა. იმიტომ რომ ღმერთად უწოდა თავისი თავი. ღმერთად წარმოაჩინა თავისი თავი. და აი ეს ღმერთად აღიარებული ადამიანი ხდება ესეთი მართლაც აღიარებული ღმერთად ხალხისგან. არა ძალდატანებით, არა რაღაცა სამეფო ჩარევებით, დიდებულების ჩარევებით, არამედ ქვევიდან ზევით უბრალო ხალხი იწყებს მის მიმდევრების, მისი მოციქულების დამოწაფებას. და ესე აღწევს სრულიად წარმოუდგენელ მასშტაბებს და დღეს წარმოუდგენელია, რომ ამდენი ამხელა აღიარება კონდეს ვინმეს. და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ან სიგიჟია ეს ყველაფერი, ან ის მართლაც ღმერთია. მაგრამ ის, რომ სიგიჟე არ არის, ეს ფაქტია. იმიტომ რომ გრძელდება მისი მოღვაწეობა ამ ქვეყნად. ის ცოცხლობს მაინც ადამიანის გულებში. უამრავ ადამიანს ათბობს, მათ აცოცხლებს და მათ იმედს აძლევს. უამრავს აქვს გამოცდილება მასთან შეხვედრის, უამრავს აქვს თავისი ურთიერთობა მასთან. და ისიც ამას ითხოვს. ის არ ითხოვს უბრალოდ წესების შესრულებას. ის ითხოვს მასთან ურთიერთობას. და ის ითხოვს ერთადერთ მდგომარეობას ჩვენსას. ეს არის, როგორც დღეს პავლე მოციქულის ტექსტში იყო, ძედ წოდებად და მემკვიდრედ წოდებად. სხვა ურთიერთობაზე ის არ არის თანახმად ჩვენთან. რომ შენ იყო მონა, არა, რომ შენ იყო ერთ-ერთი რაღაც ქმნილება, თუნდაც კარგ მდგომარეობაში მშვიდად წყნარად შეგიქმნა შენი სამყარო და იყო. არა. მას უნდა მხოლოდ და მხოლოდ ეს პირობა, რომ თუ ხარ შენ ქრისტიანი, ხარ მისი მემკვიდრე და ძე. და მემკვიდრე და ძე ნიშნავს იმას, რომ რაც მას გააჩნია, სულ ყველაფერი არის შენი. ანუ ის გვპირდება თავის თავს, ის არაფერს არ გვპირდება ჩვენ. სახარებაში ვერ ნახავთ, რომ კეთილდღეობას გვპირდებოდეს. ვერ ნახავთ, რომ წარმატებულ ბიზნესს
გვპირდებოდეს, ვერ ვნახავთ კუნძულების ყიდვას და ასე შემდეგ ცხოვრების მოწყობას გვპირდებოდეს. არა, გდევდიან, უნდა გდევნონ. უსამართლოდ მეკცეოდნენ, უნდა მოგიქცენ უსამართლოდ. სიკეთეზე ბოროტებით უნდა მოგიგონ. შენ მაინც კეთილი უნდა აკეთო. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვართ აი ამ დიდებულ დღეში. ეს დღე, რომელიც გრძელდება ერთი მთლიანი ნათელი დღე. სადაც ქრისტეს სიხარულია და ყველანი მოწოდებული ვართ, რომ მისი ძენ გავხდეთ. და ეს არის იმდენად დიდი ჯილდო ღმრთისაგან, იმდენად დიდია, რომ ამას უბრალოდ რელიგიურ ლიდერი ვერ მოიფიქრებდა. იცით, რელიგიური ლიდერი, რომელიც თავის რელიგიას აყალიბებს, ის არის ძალიან გასაგები. იმიტომ რომ ადამიანია და ადამიანურად ისე ლამაზად აყალიბებს, მაგალითად ისლამი ძალიან ლამაზად არის ჩამოყალიბებული და ძალიან ბევრია ისეთი, რაც გაგაოცებს ბაში. მაგრამ ყველაფერი გასაგებია, ადამიანურია. მაგრამ აქ არის ასე ვთქვათ, რელიგიური ლიდერი, რომელიც პირიქით ანგრევს ყველაფერს ადამიანებს. უკუღმა აყენებს საერთოდ ყველაფერს. და ეს წარმოუდგენელია. ეს არ შეიძლება, რომ იყოს ადამიანური. ყოვლადწმინდა სამების ღმერთის სწავლება არის წარმოუდგენელი ადამიანის გონებისთვის. აი შენ თუ აყალიბებ რელიგიას, როგორ შეიძლება ყოვლადწმინდა სამება სამი შემოიყვანო და თქვა რომ ერთია. სამი არის ერთი. ხო? სიგიჟია, როგორ შეიძლება სამი იყოს ერთი. სამი ან სამი ან ერთი ერთია. იმიტომაც არის სამი ერთი და ამას მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რომ ეს არ არის ადამიანური ქმნილება. ეს არ არის ადამიანის მოგონილი. მაგრამ ეს არის გამოცხადება ღმრთისა. ღმერთმა განგვიცხადა მისი შიდა ბუნება. თუ როგორია ის, რაც უფრო ახლოს მიდის კაცობრიობა, მით უფრო მეც ხედავს. და დაგვანახო, რომ ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება. მამა, ძე და სულიწმინდა, რომელიც სიყვარულში ურთიერთობს. და ამ სიყვარულის ურთიერთობას გადასცემს სამყაროს და ადამიანებს. რეალურად ქრისტეში ცხოვრება არის სინათლე და სიხარული. და ეს განცდები ჩვენში მუდამ უნდა მღვიძარეთ იყოს. ჩვენთვის ეს ინდიკატორია, რამდენად ახლოს ვართ უფალთან. და დღეს დღევანდელი დღე ჩვენი აკოპნა, ჩვენი ლოცვა, გალობა, ჩვენი ზიარება არის სწორედ ამის საშუალება, რომ მივახციოთ ღმერთთან ასეთი კავშირისა, რომ ის იყოს ჩემში და მე ვიყო მასში. როგორც უახლოესი მდგომარეობა ორი ადამიანის შეერთებისა, ხო? ასევე ღმერთის შემოსვლისა და ჩვენ გულში მისი ტახტის დადგმისა. რომ ის იესო, რომელიც 2000 წლის წინ ბეთლემში დაიბადა, უნდა დაიბადოს ჩვენ გულებში. აღიზარდოს ჩვენში, ჩვენი თვითონ უნდა აღზარდოთ იესო, ჩვენ უნდა უგალობოთ იავნანამას და ჩვენში უნდა ცხოვრობდეს ის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი შენი მოქმედება უნდა იყოს მისი თვალების და მზერის ქვეშ. და მაშინ როგორც ადამი დადიოდა ღვთის საწიერის წინ და როგორც კი შეცოდა, გავიდა მისი პირიდან და ვეღარ ხედავდა ღმერთს.
ესე უნდა იყოს ჩვენ და ამის საშუალებას თვითონ იესო გვაძლევს. ესე უნდა მას რომ ესეთი ურთიერთობა გქონდეს ჩვენ. რომ ჩვენ ვიყოთ მასში, ის იყოს ჩვენში, და როგორც პავლე მოციქული ამბობს, აღარა ვცხოვრობ მე, არამედ ცხოვრობს ჩემში ქრისტე. და მე სახზე ვარ მისი სიყვარულით და სიტყვით. მერტმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, დილოცავთ, ბედნიერები იყავით, ჯანმრთელები იყავით, ღეგრძელები იყავით და გქონდეთ სიყვარული და სიმდაბლე.